მოგესალმებით, უზურპასო მაყურებლებო. დღეს მეცკრიპტომი გიერთდება ცოტა უშუალო ფორმატით. დღეს ჩვენ სტუდიაში არ ვიმყოფებით, არამედ ვართ სასტუმრო Sheraton Grand Metexi პალატში, სადაც იმართება ის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სამედიცინო კონფერენცია. მოგესალმებით, დღეს 31 მაისს 2026 წლის გიმფას საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ჩვენ კი როგორც ყველა ვარ მოგითხრათ მას ვესწრებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ერთიანდებიან ექიმები, მკვლევრები, ექსპერტები და ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ. დღეს 600-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ექსპერტი, ექიმი და მკვლევარი ესწრება ამ კონფერენციას. სამწუხაროდ ყველა მსურველმა ვერ შეძლო დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას, ამიტომაც ჩვენ ვეცდებით ჩავწეროთ ინტერვიუ ყველაზე მნიშვნელოვან სტუმრებთან, ექსპერტებთან, ექიმებთან და ეს ინფორმაცია თქვენ მოგაწოდოთ. ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა და ამავდროულად საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ამ ყველაფრის ზრდა. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა დღეს კონფერენციაზე გაფორმდება BMG-სა და გიმფას შორის მემორანდუმი, რომელზეც ასევე ჩვენც დავესწრებით. ამიტომ შემოგვყევით დავესწროთ კონფერენციას და თან შემოგთავაზებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინტერვიუებს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ ვატარებთ ჩვენს მე-11 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას. ტრადიციულად ჩამოსულები არიან ჩვენი სამედიცინო დიასპორას წარმომადგენლები, ჩვენი უცხოელი კოლეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონფერენციას ვმართავთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, რომელიც მოღვაწეობენ საქართველოში. ამ 11 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ კონფერენციას ძალიან საინტერესო შედეგები აქვს. გარდა იმისა, რომ კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მართავენ დისკუსიას მნიშვნელოვან სამედიცინო საკითხებზე. ამის გარდა ისინი უცვლიან ერთმანეთს იდეას ახალ პროექტებზე, ინოვაციებზე, ხდება მოლაპარაკება საერთო პროექტებზე და პროგრამებზე. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ კონფერენციას სულ უფრო და უფრო ახალი თემატიკაც ემატება. წელს მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ მენტალური ჯანდაცვის საკითხში პირველად ჩვენი პარტნიორი გახდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათთან ერთად მართავთ ამ სესიას. ძალიან საინტერესო თემატიკაა და ძალიან საინტერესო სესია არის. ამის გარდა პირველად წელს მართავთ მაგალითად სესიას რადიოლოგიაში, რაც ძალიან საინტერესო არის, ადრე ეს არ გაგვიკეთებია. ყოველთვის გვაქვს რაღაცა სიახლე, რაღაცა ინოვაცია და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არის შედეგი ჩვენი დიასპორის მედიცინის წარმომადგენლების და საქართველოში მოღვაწე ჩვენი კოლეგების ერთობლივი დისკუსიის და ერთობლივი შეთანხმების. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო წლებში ჩვენ ურთიერთობთ და პარტნიორად გვყავს BMG და მეცკრიპტუმი. ორივე ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი კონფერენცია, ჩვენი საქმიანობა უფრო მეტად გაშუქდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ამ ნაწილშიც პროფესიონალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. მემორანდუმი ითვალისწინებს ჩვენ შორის შეთანხმებას იმის თავაზე, რომ გიმფას ნებისმიერი აქტივობა BMG-ს და სამედიცინო პლატფორმა მეცკრიპტუმის მიერ იქნება სრულად გაშუქებული და დაფარული. BMG-ზე საკმაოდ სოლიდურად არის სამედიცინო მიმართულება წარმოდგენილი. არ არის ალბათ დასამალი, რომ წელიწადნახევრის წინ ჩვენს გუნდში მენტორად ამ მიმართულების ხელმძღვანელად ქართველი ამირან გამყრელიძის შემოერთება საკმარისი მეც იძლევა საინისოდ, რომ ვზარდოთ მაქსიმალურად ეს მიმართულება და ამას ემატება მეცკრიპტომი, რომელშიც BMG სრულად ინვესტირებს. თავისი ამბიციები არის საერთო ორგანიზმია. გვიხარია, რომ დღეს ჩვენ მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალ წელშიც უფრო გაღრმავდება, გაიზრდება და დარწმუნებული ვარ, ამას გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ მივაწვდით ზუსტ საჭირო ინფორმაციას იმ ხალხს, ვისაც ეს უნდა მიეწოდოს. გიმფას საპატიო ორდენებით დაჯილდოვდნენ ორგანიზაციის ერთგული მეგობრები, სუდ ილ-დე-ფრანსის ინფექციური დაავადებების განყოფილების უფროსი სილვან დიამანდისი და ინტენსიური განყოფილების უფროსი მეჰრან მონჩი. Thank you very much. I'm happy to be here
today, and I wish very success for the conference in the next years. Finally, student initiative, და თემური ნაბოლო გადავხადოთ ორგანიზაციის შამბორთან მომდევნო ძალას პატარა მექსი. ძალიან დიდი მადლობა მართლა მოულოდნელობა იყო ჩემთვის. დიდი მადლობა მართლა ძალიან მესიამოვნებდა გამიხარდა ეს გააკეთეთ. მე მთელი გული და სულით ვაკეთებ ყველაფერს ვაკეთებ და ასე გავაგრძელებ და უფრო მეცაც ვეცდები. კონფერენციას მიესალმა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. ძალიან მახარებს ასეთი დიდი მასშტაბის და კარგად ორგანიზებული პოლიტიკის ხილვა თბილისში, სადაც ერთიანდებიან საქართველოში მოღვაწე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები. იმისთვის რომ რაც შეიძლება აქტიური და რაც შეიძლება ინტენსიური გახადონ ის თანამშრომლობა, რომელიც ამ მართლა საზოგადოებრივი ასოციაციის საქმიანობის შედეგად ხდება შესაძლებელი და არა უბრალოდ შესაძლებელი, არამედ ხდება რეალურად. ძალიან ბევრი სასიკეთო ინიციატივის განმარტივებელი ფაქტორი. ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა სილვიუ დომენტემ ერთობლივ პროექტზე ისაუბრა. მოგესალმებით. უდიდესი პატივია გიმფას ღონისძიების პარტნიორობა და აქ შეკრებილი პროფესიონალი ექიმების მხარდაჭერა. სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს დაეხმაროს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებაში. ცდილობს სპეციალისტების გადამზადებას, ახალი ცოდნის და უნარების შეძენაში უწყობთ ხელს. საბოლოო ჯამში ეს ადგილობრივი რესურსების განვითარებას ნიშნავს, რათა უკეთ შეძლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა. ასევე მუშაობთ, რომ ეს სერვისები პირველადი ჯანდაცვის დონეზე და საზოგადოებაშიც გავავრცელოთ. BBC, CNN, Reuters და Fox. ეს არის მოკლე სია იმ ტელეარხების, რომლებიც დაინტერესდნენ საქართველოში ბაქტერიოფაგების თემით. ჩვენს დაგვაინტერესა თუ რა ხდის ამ თემას ასეთ მნიშვნელობას, ამიტომაც ვესაუბრებით ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. ბაქტერიოფაგებთან საქართველოს დიდი ისტორია აკავშირებს. უკვე 100 წელზე მეტია საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს ელიავას ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი. ადგილი, სადაც საქართველოში უნიკალური რეზერვი შეიქმნა ბაქტერიოფაგების, რომელიც არა მარტო ქართველ, არამედ ევროპელ და ამერიკელ პაციენტებს თავაზობს ქრონიკული ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ინფექციების მართვის ახალ მეთოდს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან დეა ნიჟარაძე, რომელიც არის ელიავას ბაქტერიოფაგის კლინიკის კლინიკური დირექტორი და ექიმი ალფონსო რეკორდარი, რომელიც პადუას კლინიკაში ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მოგესალმებით. ქალბატონო დეა, რომ მოგვიყვეთ ბაქტერიოფაგების ისტორიაზე საქართველოში. საქართველოში ამის ფუძემდებელი იყო გიორგი ელიავა, ეს იყო ექიმი თან მეცნიერი, რომელიც იმ პერიოდში პასტერის ინსტიტუტში სწავლობდა, როდესაც იქ ზუსტად ამ ფაგების აღმომჩენი ფელიქს დერელი მოღვაწეობდა და ის სწორედ მათი აი ამ ურთიერთობით მოხდა ჩამოყალიბება, მე გიორგი ელიავამ ჩამოიყვანა ფელიქს დერელი საქართველოში და ის ზუსტად მაშინ მოხდა ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მას შემდგომ ეს ფაგები ვითარდება და ფაგოთერაპიის გზითაც წამოვიდა უკვე მთელი მეცნიერება და დღესდღეობით გვაქვს ის მოცემულობა, რომ ყველაზე საუკეთესო ფაგების კოლექცია გვაქვს. ასეთი აი ამ დონის კოლექცია არავის არ აქვს სოფლიოში და ერთია რომ თვითონ ფაგების მიმართულებით გვაქვს ეს მიღწევა და მეორე ის რომ ჩვენთან ფაგოთერაპიაც ძალიან წარმატებულად განვითარდა. შემდეგი შეკითხვით ისევ თქვენთან გადმოვალ, შეიძლება მსგავსი შეკითხვა იყოს, რაც ქალბატონ დეას უკვე დავუსვი, მაგრამ მაინც მაინტერესებს, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ფაგოთერაპია და რა ადგილი უჭირავს მას თქვენ ყოველდღიურ საქმიანობაში? Okay, there are a lot of expectations. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა. სწორედ ამიტომ ბაქტერიოფაგები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პირველი როლი არის ინფექციის მკურნალობა კონკრეტულ პაციენტში. მეორე კი ისაა, რომ ისინი შეიძლება ანტიბიოტიკების შესაძლო ალტერნატივად განვიხილოთ და დაგვეხმარონ გადავიყვანოთ კაცობრიობა ეგრეთ წოდებულ პოსტანტიბიოტიკურ ეპოქაში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია ფაგოთერაპიის მიმართულებით. ისტორიულ
ფაქტიულადაც ამ სფეროს კვლევების დიდი ნაწილი სწორედ აქ ჩატარდა. ფაქტობრივად, ყველა მკვლევარი და სპეციალისტი, რომელიც ბაქტერიოფაგების გამოყენებას აპირებს, საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რათა ისწავლოს, როგორ უნდა გამოიყენონ ფაგები სწორად და გაიზიაროს აქ დაგროვილი გამოცდილება. მეც ბევრი რამ სწორედ აქაური სპეციალისტებისაგან ვისწავლე. იტალიაში მრავალი მნიშვნელოვანი და რთული შემთხვევის წარმატებით მკურნალობა შევძელით მხოლოდ იმ ფაგების დახმარებით, რომლებიც აქედან, საქართველოდან მივიღეთ. სამწუხაროდ, ჩვენი რეგულაციების გამო ახლა ფაგების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც სხვა სამკურნალო ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ქაბატონია, როგორც ახსენა ბატონ ალფონსომ, ძალიან დიდი როლი უჭირავს სწორედ ქართულ ფაგებს ევროპულ ბაზარზე. და არაერთი ისტორია გვსმენია და უფრო ხშირად ვიგეთ ბოლო პერიოდში, რომ პაციენტები ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან, ჩამოდიან ამერიკიდან ქრონიკული ინფექციებით, როცა უკვე ყველა თერაპია გაცადია ფაქტიურად ანტიბიოტიკებით, რადგან მკურნალობა აქ მიიღონ. რა გვხდის ასეთ უნიკალურს? თუნდაც ის, რომ ამხელა კოლექცია გვაქვს და ფაგების მომზადების ტექნოლოგიაც, როგორც ჩანს, მართლაც ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენი ფაგები რეალურად მუშაობს და იცით რა, ხშირად განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან, როცა მოდიან ხოლმე ეს პაციენტები, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, მინდა ვახსენო ის ფაქტი, რომ 87 ქვეყნიდან ყოლია პაციენტი, წარმოიდგინეთ ახლა, ხო? და პირველ 4-ში ეს არის ნიდერლანდები, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენთან მოსული პაციენტების კოჰორტას რო გავხედოთ და ამ პაციენტებს ჩატარებული აქვს უამრავი მკურნალობა. უამრავი და ხშირად ჩვენ ვართ ხოლმე მათთვის ბოლო იმედი. ბატონო რეკორდარი. ჩვენ შემდეგ კითხვა ეხება იმ თემას, რომელსაც უკვე მოკლედ შევეხეთ ანტიბიოტიკო-რეზისტენტობა. როდესაც ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ პოსტოპერაციული ინფექციების 59%, ანუ თითქმის ნახევარი არის პოლიმიკრობიულ რეზისტენტული. ანუ ეს ბაქტერიები არ კონტროლირდება ყველაზე ხშირი ანტიბიოტიკების მიერ. ამის ფონზე რა როლი აქვს დღესდღეობით ფაგოთერაპიას? Yes, so this is a very important question. საზოგადოება ვითარდება და სულ უფრო მეტად ვხდებით ტექნოლოგიებზე დამოკიდებული. დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა, ხელოვნური გულის სარქველები, პროთეზები და სხვა იმპლანტები, რომლებიც ცვლიან სახსრების, გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციებს. ზოგიერთ პროთეზთან დაკავშირებით ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ჯერ კიდევ შესაძლებელია და ხშირ შემთხვევაში კარგი, გრძელვადიანი შედეგიც მიიღწევა. თუმცა სამწუხაროდ, როდესაც ინფექცია ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი იმპლანტების ირგვლივ, როგორიცაა გულის სარქველის პროთეზი ან სისხლძარღვოვანი პროთეზი, მდგომარეობა უკიდურესად რთულდება. ასეთ შემთხვევებში სიკვდილიანობის რისკი ძალიან მაღალია და ხშირად ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობაც აღარ არსებობს. ამგვარი შემთხვევებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომი ერთადერთი რეალური ალტერნატივა ბაქტერიოფაგური თერაპიაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპაში რეგულაციების შესვლა, რათა ფაგოთერაპიის გამოყენება გაცილებით მარტივად იყოს შესაძლებელი და არ გვიწევდეს მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა უკვე უკიდურესად მძიმეა და სიცოცხლის გადარჩენის ბოლო შანსად გრჩება. ყველაზე ხშირად რა ჩივილებით შეიძლება მოგმართონ პაციენტებმა, რომლებიც არიან უცხო ქვეყნიდან? ყველაზე ხშირი, აი რო გაგვიკეთებია სტატისტიკა, ეს არის საშარდე სისტემის ინფექციები. და ქრონიკული პროსტატიტი არის ხოლმე ჩვენ რეალობაში ყველაზე პოპულარული დიაგნოზი, თუ შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ ასევე ძალიან ხშირია კანის ქრონიკული ინფექციები, ჭრილობები, პროტეზის ინფექციები. აი ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობით პაციენტები მოდიან, აი ზუსტად აი ამ გართულებული მდგომარეობებით, აქვე თქვენის ნებართვით ვიტყოდი ყველაზე იშვიათ დაავადებებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ესეთია, იცით, აი შეიძლება ექიმა ისე დაამთავრო თავისი სამედიცინო კარიერა, რომ ესეთ დიაგნოზები ვერ ნახოს. მაგალითად, კართაგენერის სინდრომი, ან მაგალითად ნეტერტონის სინდრომი გქონდა, რომელსაც აი სულ ვაჩვენებთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ჩვენი სავიზიტო ბარათი. ძალიან რთული შემთხვევა იყო. ახალგაზრდა ბიჭი, თვითონ ეს დაავადება, ეს არის გენეტიკური დაავადება, საკმაოდ მძიმე. კანის ღრმა ქერცლიანობა აქვს თავისი ინფექციით, სტაფილოკოკური ინფექცია ჰქონდა ამ პაციენტს და ძალიან მძიმე შესახედი იყო ფოტოზეც. ახლა მე-7 წელია უკვე ჩვენი პაციენტია, ვერ წარმოიდგენთ როგორ შეეცვალა ცხოვრების ხარისხი.
ანტიბიოტიკს ვეღარ იყენებდა, იმიტომ რომ სრული რეზისტენტობა იყო და ძალიან ძლიერი ალერგია ჰქონდა თან. ფიქრობთ ხოლმე მარტო ამისთვის გიყდა, ალბათ შეიძლება თქვათ, რომ ფაგოთერაპია უკვე შედგა როგორც დარგი, თუნდაც იმიტომ რომ რაღაც ხედავ, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი სრულად შეეცვალა. ბევრი გენეტიკური თანდაყოლილი იშვიათი დაავადება ასევე მთავარ პრობლემას ქმნის ინფექციების სიმრავლეს მხრივ. ეს ინფექციები იწყება ბავშვობიდან, ამიტომ მკურნალობა ანტიბიოტიკებით არის ადრეული ასაკიდან ხანგრძლივი თერაპიებით და ბაქტერიებიც ხდებიან რეზისტენტური. აი, ამ პაციენტებისთვის ვიცი, რომ წარმოადგენენ დიდ იმედს. ბოლო 5 წლის განმავლობაში 30-მდე უცხოელი პაციენტი ყოლია. უმეტესად მათ აქვთ ხოლმე ფსევდომონაეროგინაზა, თუმცა სხვა მიკრობებიც გვხვდება და საკმაოდ ეფექტური გვაქვს ეს ფაგები, იმიტომ რომ აბსოლუტურად ეცვლებათ ხოლმე ამათაც რაღაც თავის ცხოვრების ნირი, იქიდან გამომდინარე, რომ აი წარმოიდგინეთ, ისეთი ხშირი გართულებები აღარ აქვთ, იმდენად ხშირად აღარ ხვდებიან ჰოსპიტლებში. ჩვენ გვყავდა ეხლა სულ რაღაც ისტორიაზე მივდივარ ხოლმე, როცა ესეთ რამებს ვყვები. ერთი პაციენტი, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხანია ჩვენი პაციენტი, მერვე წელია უკვე. 53 წლის იყო პირველად რომ მოგვაკითხა, იყო საკმაოდ მძიმე, სატურაცია ჰქონდა დაბალი, ობიექტური მონაცემებიც იყო საკმაოდ რთული და რომ დავიწყეთ მკურნალობა, იმის მერე ყოველ წელს ჩამოდის ჩვენთან, ანტიბიოტიკს აღარ იღებს. ექიმთანაც შევათანხმეთ. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის იქით ხარეს თუ ექიმი გვესაუბრება, ეს კიდევ უფრო წარმატებულს ხდის ხოლმე თერაპიას და საქმე იმაშია, რომ ეს პაციენტი დღესდღეობით იმდენად კარგად არის, რომ ალპინიზმს მოგიდა ხელი. დაიწყო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მთიან სისტემებზე აქტიურად ლაშქრობს და წინა ჩამოსვლაზე გამოგვიცხადა, რომ მომბლანზე ადის. ხო და ნუ ვერ წარმოიდგინეთ ეს ჩვენთვის ჩვენი კლინიკისთვის როგორი გამარჯვებაა ხოლმე ხა ექიმებს ძალიან გვიყვარს როცა გვაქებენ და როცა ჩვენ წარმატებას ვხედავ და ეს შემთხვევა როცა უნდა ვიამაყოთ. ნამდვილად როცა პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა და მით უმეტეს ესეთზე აუცილებლად ნამდვილად საამაყოა. გულშემატკივრობთ ძალიან რომ ჩვენც უკვე ჩვენს გულშემატკივრობთ. და ჩვენი კიდევ ერთი შეკითხვა რომელიც მინდა გისვათ უშუალოდ თქვენს თანამშრომლობაზე რომ მოგვიყვეთ ელიავას ბაქტერიოფაგების ინსტიტუტთან, როგორ შედგა ეს თანამშრომლობა, რაზე მუშაობთ ერთად და რა არის პერსპექტივები ამ თანამშრომლობის. და დამატებითი კითხვაც, რომელიც მაინტერესებს, ბევრისგან გვსმენია, რომ განსხვავებული არის მაინც ქართული ფაგები. თქვენს გამოცდილებაში ხომ არ ხედავთ, რომ უფრო ეფექტური არის ბაქტერიოფაგები, რომელიც საქართველოში იწარმოება? We have a collaboration agreement. ჩვენ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობის შეთანხმება გვაქვს ელიავა ფაგ თერაპი ცენტრთან. დიახ, ფაგების კოლექცია მნიშვნელოვანია. ხშირად პაციენტების დაავადებას მხოლოდ ერთი ბაქტერია არ იწვევს. ინფექცია შეიძლება 2, 3 ან კიდევ უფრო მეტი ბაქტერია იწვევდეს. ამიტომ შერეული ინფექციების შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე ფაგისაგან შემდგარი კოქტეილი. ფაგების მრავალფეროვნება და კონკრეტული ინფექციისთვის შესაფერისი ფაგის მოძიების უნარი არის ის განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც პირველ რიგში საქართველოს აქვს. მსოფლიო ამ მიმართულებით წინ მიიწევს, თუმცა სამწუხაროდ ევროპაში არსებული GMP სტანდარტებისა და რეგულაციების გამო ამჟამად შეუძლებელია ფაგების კოქტეილების წარმოება. ეს ძალიან უცნაურია. მაშინ როცა ნაწლავის მიკრობიოტის გადანერგვას ვახდენთ, თუმცა ზუსტად არ ვიცით რა მიკროორგანიზმი ან ვირუსი შეიძლება იყოს ამ მასალაში, რადგან ყველაფრის შემოწმება შეუძლებელია. ანალოგიურად, ღვიძლის გადანერგვისას ერთი ადამიანიდან მეორეზე ჩვენ ამას ვაკეთებთ სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა არც ამ შემთხვევაში ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი გადანერგილი ორგანოს შესახებ. ორგანოები არ მოწდება ყველა შესაძლო ფაქტორზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დონორი ინტენსიურ თერაპიაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფება. ამიტომ რეგულაციები უფრო ფართო, ყოვლისმომცველი ხედვით უნდა განიხილებოდეს. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა მხოლოდ ადამიანებს არ ეხება. ის გარემოზე, ფერმერულ მეურნეობებზე, თევზსაშენებზე, შინაურ ცხოველებზე და ზოგიერთ შემთხვევაში მცენარეებზეც ვრცელდება, ანუ სადაც ანტიბიოტიკები გამოიყენება. შესაბამისად, რეგულაციები მთლიან სურათს უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ ადამიანის დაავადების ვიწრო ასპექტს. ამ პროცესში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან აქ ამ სფეროს ცოდნა და გამოცდილება 10 წლეულების განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მათი გამოცდილებით აქ შექმნილი ფაგური პრეპარატები უსაფრთხოა და ძალიან მაღალი ხარისხით მზადდება. ვიცი რომ თქვენს შეგიძლიათ ამ
კოლაბორაციაზე და ურთიერთობაზე ისაუბროთ, რომელიც გააქვთ თქვენს იტალიელ კოლეგებთან. ალფონსო წარმოადგენს პადუას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მას საკმაოდ ბევრი საინტერესო შემთხვევა ჰქონდა და ჩვენ ბევრ მის პაციენტს, ასე ვთქვათ, იყო შემთხვევა ფეხი გადავურჩინეთ, ვთქვათი ამპუტაციას და ასე შემდეგ. ბევრი кейსი ქონია საინტერესო და ზოგადადაც იცით ჩვენთან ბევრი ძალიან ისეთი ცნობილი კლინიკა თანამშრომლობს. სხვათა შორის ორი კვირის წინ ჰქონდა ევროპის აკრედიტებული ორგანოს მიერ აკრედიტებული პროგრამა უწყვეტ სამედიცინო განათლების ციკლებში. ეს იყო ESCMID-ის პროგრამა, ევროპის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ იყო აკრედიტებული და ჩამოსული იყო 50-მდე მსმენელი ჩვენთან, მათ შორის ჰარვარდის სკოლიდან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკებიდან, იმისთვის რომ ეზიარებინათ, ანუ ჩვენ გაგვეზიარებინა უბრალოდ ჩვენი გამოცდილება. ალფონსოც ჩვენთან ერთად იყო იქ ასევე ყავდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებიც ასევე იყენებენ ფაგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენთან ერთად ან რაღაც ძალიან კარგი თანამშრომლობასავით შედგა იქ, გარდა იმისა, რომ სასწავლო კურსი ჩავატარეთ საკმაოდ წარმატებულად, ერთმანეთის გამოცდილებებით გავიზიარეთ და ჩვენ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრ ესეთ წარმატებულ კლინიკასთან თანამშრომლობთ უფრო საზღვარგარეთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ საქართველოშიც დავიწყეთ ამაზე რაღაც აქტიურად საუბარი და პირველი ხა იაშვილის კლინიკასთან ვდებთ ესეთ მემორანდუმს. ძალიან დიდი მადლობა. Thank you for being our guest and ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ნამდვილად ბევრი პერსპექტივით დიდი მომავლით დარწმუნებული ვარ და მადლობა რომ ამ საქმეს ეწევით ესე გულდასმით. დაგმშვიდობებთ. ინფექციურ დაავადებებზე საუბარს ვაგრძელებთ ჩვენ შემდეგ სტუმრებთან, ინფექციონისტთან, ეკა ჩაკვეტაძესთან და სულდირე ფრანსის საავადმყოფოთა ჯგუფის ამბულატორიის ხელმძღვანელთან და ასევე ტრისტან ფერისთან და ჩვენ ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს და პირველი კითხვით გადმოვთ თქვენთან ქალბატონო ეკა. ხშირად, როდესაც სხეული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული, როგორ ხდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორც არის სიმსივნე, რა ხდება მშობიარობის მუცლად ყოფნის დროს, როდესაც ბავშვით, როდესაც ორსულობა დგება და აი ასეთ შემთხვევებში როგორ ასე ვთქვათ ვუდგებით ამ მდგომარეობას. COVID პანდემიამ ანახა, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა ეს არ არის მხოლოდ ინფექციონისტთა პრობლემა, ეს იყო საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც ყველა მოქალაქეს მსოფლიოში შეიძლება შეეხოს. და ასევე არის რა თქმა უნდა მედიცინაში, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი ინფექციონისტების საჭიროებო საკითხი, ეს არის ასევე სხვა დარგების, მედიცინის სხვა დარგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აქტუალურია და მე რასთანაც შეხება მაქვს ეს არის რა თქმა უნდა ონკოპაციენტები, როგორც მყარი ორგანო ონკოლოგიური პაციენტები, ასე ჰემატოლოგიური პაციენტები და იცით რომ ეს პაციენტები განსაკუთრებულად სარისკო ჯგუფში არიან ინფექციების, ეს პაციენტები ხშირად რომელი ბაქტერიებით ინფიცირდებიან? იმ ბაქტერიებით, რომელიც არის საზოგადოებაში და იმ ბაქტერიებით, რომელიც არის იმ საავადმყოფოში, ან თვითონ რაც თვითონ მტარებლები არიან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სხეულის 90% ბაქტერიებით არის შევსებული და ისე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მეცნიერება ქმნის ახალ და ახალ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ებრძვის ამ მულტირეზისტენტულ ბაქტერიებს. თუმცა დიდ საფასურს ვიხდით ასევე ამ დროს, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ტოქსიური და აქვს ბევრი გვერდითი ეფექტი, efekti. Am დროს რა ალტერნატივას წარმოადგენს ბაქტერიოფაგული თერაპია? მე ვთვლი რომ ბაქტერია რეზისტენტული არ არსებობს, იცით? ის რომ თვითონ რომ შეიქმნა კაცობრიობა, რაც მე მგონი არსებობს, ცოცხალი არსებობს ბაქტერია და შეიძლება თუ პირველი არ არის, ყოველ შემთხვევაში არანაკლები თავისი რაც არსებობს დედამიწაზე და ის ხდება რეზისტენტული იმის მიხედვით ჩვენ რას ვაკეთებთ. ანუ ჩვენ რაც არ უნდა ანტიბიოტიკი გამოვიგონოთ. ანუ ფლემინგის მერე ისტორია გვიჩვენა რა, უკვე რამდენი წელია გასული, 80 წელი არის და პენიცილინი როდესაც ფლემინგმა გამოიყენა, ყველა ბაქტერია იყო მგრძნობიარი პენიცილინის მიმართ. აბა ეხლა გამოვიყენოთ პენიცილინი პრაქტიკაში, თითქმის აღარავინ არ აიყენებს რაღაც ერთეული შემთხვევების გარდა. და ანუ მე ვთვლი რომ აი ბაქტერიოფაგები უნდა მოიაზრებოდეს არა როგორც აპოკალიფსის შემდეგ რაც უნდა იყოს გამოყენებული, არამედ უნდა გამოიყენებოდეს პარალელურად, იმიტომ რომ აი დღევანდელი
ჩვენი სესიის ერთ-ერთი ის რაც იყო ერთ-ერთი მესიჯი, ეს არის რომ ყოველთვის გამოიყენება თვითონ ბატონი კრისტალმა თქვა ფრანგული გამოცდილება, იყო იტალიური გამოცდილება, ქართულიც და გამოიყენება ყოველთვის მეთოდს ეხლა როდესაც გვინდა რომ ვიყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან, როგორც მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით ამ სტანდარტებთან გამოიყენება ყოველთვის ანტიბიოტიკთან ერთად. ანუ არ უნდა ვიმსჯელოთ რომ ჩვენ ფაგები მერე გვექნება როცა ეს ანტიბიოტიკი აღარ იქნება. ანუ ესეთი მიდგომა არ არის. ანუ სანამ დროა ესეთი ძალიან აპოკალიფსური ისიც რო არ ვიხმარო, უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენი როგორც ვიძახი ეროვნული საგანძური და იყოს გამოყენება ბაქტერიოფაგების ანტიბიოტიკებთან ერთად და რა თქმა უნდა არის შემთხვევები, სადაც ფაგები მათი როლი არის, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა ანტიბიოტიკო რეზისტენტულობაზეც რო არ ვილაპარაკოთ, არის ინდივიდუალურ დონეზე ადამიანის სისხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და ეს რა თქმა უნდა ცალკე საკითხია. ბატონ ტრისტან, ჩვენი პირველი კითხვა თქვენთან შეეხება სწორედ ამ ანტიბიოტიკო რეზისტენტობის თემის უფრო ფართოდ გაშლას. რა პერსპექტივებს ქმნის ბაქტერიოფაგები? ისინი ახალი მედიკამენტები არ არიან. მე-20 საუკუნეში უკვე ვიცოდით მათზე, თუმცა დასავლეთ ევროპა და ამერიკა მათ ნაკლებად იყენებდა, ნაკლებად აღიარებდა შეიძლება ითქვას და საქართველოში ეს კულტურა საკმაოდ განვითარდა. There is a historical friendship. საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიული მეგობრობა არსებობს. დაახლოებით 100 წლის წინ ფრანგი მეცნიერი ჩამოვიდა საქართველოში, რათა კიდევ ერთ მეცნიერთან ერთად დაეფუძნებინა ფაგების ცენტრი. ფაგოთერაპია საფრანგეთშიც აქვს ისტორია, თუმცა ის 1970-იან წლებში შეწყდა, მაშინ როდესაც საქართველოში ის დღემდე გრძელდება. საფრანგეთში 2017 წლიდან დაიწყეთ ფაგების წარმოება კონკრეტული პათოგენის წინააღმდეგ. თანაც იმპლანტებთან დაკავშირებული ინფექციების სამკურნალოდ განსაკუთრებით რთულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. საქართველოში ფაგოთერაპიის ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული გამოცდილება გაქვთ. მას რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად? ვფიქრობ, უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს ჩვენი გამოცდილების გაერთიანებისთვის, რადგან უკვე ერთი საუკუნეა ერთმანეთისაგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდი პრობლემის, ასევე მოსახლეობის დაბერებისა და იმპლანტების რაოდენობის ზრდის ფონზე, რომლებიც შესაძლოა ინფიცირდეს, ეს სფერო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თქვენ როგორ ხედავთ რა მომავალი შეიძლება კონდეს უშუალოდ ამ თერაპიას და შეიძლება თუ არა რომ უშუალოდ საავადმყოფოებში და ამბულატორიებში დაინერგოს ის და განვითარდეს როგორც ინფექციების მკურნალობის ერთ-ერთი გზა? For the future in Europe, ევროპაში, ასევე აშშ-სა და კანადაში მომავლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ისეთი ფაგების წარმოება, რომლებსაც გამოვიყენებთ ინფექციების კონკრეტული ტიპებისთვის. გსურს რანდომიზებული კლინიკური კვლევების ჩატარება, რაც სამეცნიერო მტკიცებულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა ეს მარტივი არ არის, რადგან ძალიან მაღალია რანდომიზებული კლინიკური კვლევების ჩატარების ღირებულება. ამავდროულად, ეს ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ უზარმაზარ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვდა. მომავალში ფაგოთერაპია სულ უფრო ფართოდ გავრცელდება, რადგან ამის საჭიროება არსებობს. ჩვენ გვჭირდება როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის გამოცდილება, რათა პაციენტებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. საბოლოოდ, დასავლეთში ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან მიღებული ცოდნა და აქ დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთს შეავსებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სფეროს განვითარებას. Thank you for being our guest. It was a pleasure for us. Thank you. Thank you so much. ტკივილი ხშირად გონია როგორც სხვა სისტემის დაავადებების განუყოფელი ნაწილი. თუმცა ხშირად მას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. მოდით დღეს გავიგოთ ტკივილის მედიცინის სესიის ხელმძღვანელი ზაზა კაცარავასგან და ჩვენი უცხოელი სტუმრის მიქალს არონსისგან, რომელიც არის ლატვიის ტკივილის სწავლის ასოციაციის პრეზიდენტი, თუ რა არის სიახლეები ამ დარგში. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. Thank you to being our guests. პირველი კითხვა, რაც არის ტკივილის მედიცინაზე ვსაუბრობთ დღეს და უნდა გკითხოთ, რამდენად ეთმობა საქართველოში ამ დარგს ყურადღება? საქართველოში ჩემი აზრით და ჩემი როგორც მე ვიცი, არ არსებობს ლიცენზია ტკივილის სპეციალისტის. საქართველოში არ არის აღწერილი რას შეიცავს ქრონიკული ტკივილის მკურნალობა, ვის შეუძლია ამას უმკურნალოს, ვის რა უფლება აქვს და რა განათლება არის ამისთვის საჭირო. და ისიც არ არის ჩადებული საქართველოს დაფინანსების სისტემაში, თუ თქვათ ქრონიკული ტკივილის პაციენტის მულტიპროფილური მკურნალობა როგორ უნდა დაფინანსდეს და ვინ უნდა გააკეთოს ეს თქვათ ამბულატორიულად უნდა მოხდეს, შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს საქართველოსთვის დღის კლინიკის ოფცია და იმიტომ უფრო იაფი იქნება, ვიდრე ვთქვათ მისი სტაციონარული მკურნალობა.
აი ეს ყველაფერი მე მგონი მოსაგვარებელია. და სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დღევანდელი სესია დაგვეთმოთ ზოგადად ტკივილისთვის და ეს იყოს საწყისი აი ამ ხანგრძლივი პროცესის, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ ჩვენ. თქვენი გამოსვლის თემა ეხება ხერხემლის ტკივილის ინვაზიური გზებით მართვას. საქართველოში ხშირად გგონია, რომ ხერხემლის ტკივილის მართვა არის ორნაირი. თუ ის ნაკლებად პრობლემურია, არის მედიკამენტური ან ინექციების მხრივ, ხოლო თუ ის ძალიან პრობლემურია, მაშინ პირდაპირ ქირურგიას განვიხილავთ. რა არის ეს რუხი ზონა, სადაც არსებობს სხვა თანამედროვე ინვაზიური მართვის მეთოდები ამ ტკივილის? First of all, thank you for invitation. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვარ, ამ თბილ ქალაქში, თბილისში. თქვენს კითხვას ცოტა სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. ტკივილი სამ ეტაპად უნდა დავყოთ: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. მწვავე და ქვემწვავე ტკივილს აგრესიულად უნდა ვუმკურნალოთ, რომ ტკივილის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის პრევენცია მოვასწროთ. მკურნალობაში სხვადასხვა სპეციალისტი ერთვება. ტკივილს ევროპასა და ამერიკაში ძირითადად ანესთეზიოლოგები მართავენ. მეც ანესთეზიოლოგი ვარ. ჩემი აზრით ოპერაციამდე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მინიმალურად ინვაზიური პროცედურები, რადგან ისინი ეკონომიკურად უფრო ეფექტურია. მათი ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებშიც. ჩვენი მიზანია ტკივილის მართვის გუნდის შექმნა სტანციონარშიც, მაგრამ ინვაზიური ტკივილის მართვის მრავალი პროცედურა წარმატებით ტარდება ამბულატორიულად. პაციენტი დილით მოდის, პროცედურიდან დაახლოებით 2-3 საათში კი სახლში ბრუნდება. ამ დროში ვასწრებთ მომზადებას, თავად პროცედურას და შემდგომ აღდგენას. ტკივილის მართვისთვის მრავალი ჩვენება არსებობს, მაგრამ ასეთ მეთოდებს მაშინ მივმართავთ, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა სასურველ შედეგს ვერ იძლევა. ცხადია, მწვავე ტკივილის დროს თავიდანვე ნემსებითა და ინვაზიური ჩარევებით არ ვიწყებთ მკურნალობას. სხეულში გრძელი და ბასრი ნემსების შეყვანა პირველი არჩევანი არ უნდა იყოს. მინდა ერთი პატარა შეკითხვა დაგისვათ, შეიძლება ცოტა დილეტანტურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რომ ამაზეც მოვიკვლიო უფრო მეტი. ტკივილი ხშირად არ არის ის, რასაც მარტივად გავზომავთ და შეიძლება პაციენტები გეუბნებოდნენ, რომ ტკივილი ძალიან ძლიერია, ან ადამიანებს შეიძლება რაღაცა ტკიოდეთ, მაგრამ ზუსტად მისი ამოცნობა ყოველთვის ვერ ხდება. ამიტომ საინტერესოა, როგორ ზომავთ ტკივილს? It's very good. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კითხვაა. ტკივილი მხოლოდ შეგრძნება არ არის, ის ბიოფსიქოსოციალური ფენომენია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ტკივილის პირდაპირი გაზომვა შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილი ქრონიკულ სტადიაში გადადის, მხოლოდ სხეულის მკურნალობა საკმარისი აღარ არის. საჭიროა ტვინის, ემოციური მდგომარეობისა და ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებაც. ეს საკმაოდ რთული და მრავალმხრივი მდგომარეობაა. მიუხედავად ამისა, ტკივილის შეფასება შეგვიძლია. ხშირად ვიყენებთ ვიზუალურ ანალოგიურ სკალას და რიცხვით შეფასების სკალას. ამისათვის ვიყენებთ სპეციალურ კითხვარებსა და შეფასების სისტემებს, რომლებიც გვეხმარება განსვაზღვროთ, რა ტიპის ტკივილთან გვაქვს საქმე, გვეხმარება ტკივილის ბუნების სწორად ამოცნობასა და შეფასებაში. საქართველოში არა მარტო, მაგრამ საქართველოში ხშირად ტკივილს აღვქვამთ როგორც სხვა დარგების პრობლემის განუყოფელ ნაწილს. ტკივილი არის ჰემატოლოგიაში, არის კარდიოლოგიაში, არის ნევროლოგიაში, მაგრამ ცალკეული სპეციალობა, როგორც ტკივილი და როგორც ცალკეული აღებული პრობლემა, ასე მას არ ვიყურებთ. რატომ არის ევროპაში და ამერიკაში ეს მიდგომა სხვანაირი და რა შედეგს იძლევა ეს პაციენტისთვის, რომ მისი ტკივილი როგორც დამოუკიდებელი პრობლემა აღიქმება? ნახეთ, თქვენ აბსოლუტურად სწორად ჩამოთვალეთ, რომ ტკივილი განუყოფელი ნაწილია ბევრი დაავადების და ბევრი სისტემის დაზიანების. გულის ტკივილი, წელის ტკივილი, ვისერალური ტკივილი და ასე შემდეგ. შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ექიმი შეიძლება ამ პრობლემით დაინტერესდეს და კვალიფიკაცია ჰქონდეს ამაში. ტკივილის სპეციალისტი ყოველ შემთხვევაში გერმანიაში ასე არის, ეს არის ნამატი. ანუ შენ ხარ ანესთეზიოლოგი, დამატებით კვალიფიკაციას გავივლი და გახდები დამატებით ტკივილის სპეციალისტი. შენ ხარ ნევროლოგი და სრულყოფილი ნევროლოგი ხარ, სხვადასხვა ეს იოლი არ არის, 2 წლიანი კვალიფიკაციაა ტკივილის ცენტრში, შესაბამისი 80 საათია, რომელიც თეორიული კურსი უნდა გაიარო და შემდგომ კიდე გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბარო. და მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა,
კონსერვატიული დარგი, როგორც ვთქვათ, ნევროლოგია არის თუ თერაპევტი, იგივეს მაინც ვერ გააკეთებს, ვიდრე ვთქვათ, ნეიროქირურგი და ანესთეზიოლოგი. აუცილებლად უნდა გკითხოთ მედიკამენტებსაც, რომელიც არის ტკივილის დროს პირველი, რაც პაციენტებს ახსენებათ და შეიძლება არსებობდეს ისეთი ტკივილი, რომელიც ადამიანს შრომის უუნაროსაც ხდის. და როგორც ვიცი, საქართველოში რაღაცნაირად შეზღუდულია ეს ჩარჩო და კონკრეტული ტკივილგამოყოჩებლების იქეთ შეიძლება არ ქონდეთ საშუალება. აი ამ მიმართულებით რა ხდება და რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა უფრო გაიზარდოს? ნახეთ, ეს ურთულესი საკითხია, რომელიც აუცილებლად დადგება. ჩვენ პირველ რიგში შევეხებით სინთეტიურ ოპიოიდებს, რომელიც თქვათ გერმანიაში თუ ევროპაში მრავალნაირი პროფილით, მრავალნაირი პაციენტისთვის მიწოდებით, მწვავედმოქმედი, გახანგრძლივებული მოქმედი, ზოგი თან ანტიდეპრესული თვისებით არის, ზოგი უფრო ძლიერია, ზოგი უფრო ნაკლებად ძლიერია. ჩვენ პაციენტს ქრონიკული ტკივილით ოპიოიდების გარეშე ვერ ვუმკურნალებთ. ანუ იმის განცხადება, რომ მე მეშინია, რომ ოპიოიდებს რომ შემოვიტან, მოსახლეობა ამას ბოროტად გამოიყენებს და დამოკიდებულთა რაოდენობა გაიზრდება, იმიტომ რომ მე ამას როგორც სახელმწიფო ამას ვერ მოვუვლი, ჩემი აზრით ძალიან მცდარია. ასევე უნდა შევეხოთ პალიატიურ მედიცინას, რომელიც საქართველოში კარგად არ არის განვითარებული და რომლის მკურნალობას ტკივილი მისი განუყოფელი ნაწილია. აქაც აუცილებელია, რა თქმა უნდა, ოპიოიდები და რა თქმა უნდა, რომ მარტო მორფის ქონა, რომელიც საავადმყოფოში შეიძლება ავადმყოფს მიეწოდოს, საკმარისი არ არის. პალიატიური მედიცინა სწორედ იმას გულისხმობს, რომ პაციენტი თავის სახლში უნდა გარდაიცვალოს და რაც შეიძლება მეტი საკუთარ სახლში გაატაროს თავის გარემოცვაში და რაც შეიძლება ნაკლებად დაჭირდეს საავადმყოფოში მისვლა. და ბოლოს რაც მინდა რომ დავაზუსტო, ტკივილის მართვაზე ხშირად ვფიქრობთ კიდევ ერთხელ მედიკამენტურ მკურნალობაზე, ან სხვა ტიპის ინექციებზე, მაგრამ რა როლი აქვს დღესდღეობით რეაბილიტაციას ტკივილის მართვაში? რეაბილიტაცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ტკივილის მართვის დროს. მას ფართოდ ვიყენებთ და მწვავე ტკივილის შემთხვევაშიც კი ძალიან ადრეულ ეტაპზე ვიწყებთ. ვიწყებთ ფიზიოთერაპიასა და სხვადასხვა ვარჯიშს. რეაბილიტაცია ვარჯიშების გარეშე პრაქტიკულად ვერ წარმომიდგენია. ასევე ვიყენებთ ფსიქოთერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას და სხვა მსგავს ტექნიკებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ქრონიკულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევები, შფოთვა და მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. სწორედ ამიტომ აუცილებელია რეაბილიტაციის ფართოდ გამოყენება. ნება მომეცით ერთი მნიშვნელოვანი რამ დავამატოთ ჩვენი კარგი მეგობრის, დოქტორ მაროსის შესახებ. ის ტკივილის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტია მთელ ბალტიის რეგიონში. მან მთელი გულით დაგვითმო თავისი დრო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დათანხმდა, რომ ქართველი ექიმები თავის კლინიკაში მიიღოს და მათ გამოცდილება გაუზიაროს. დიდი მადლობა ამისთვის. Thank you so much. That is great to hear. Thank you so much for the initiative. დიდი მადლობა. ეს თქვენი მხრიდან ძალიან კეთილი ნაბიჯია. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან ნიშა საჯნანი, ფსიქოთერაპევტი და ასევე ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის ფსიქოლოგიაში და ჯანდაცვის სექტორში. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა იმ სფეროდ, რომელსაც მტკიცებულებები აკლდა, თუმცა ხელოვნებისა და ფსიქოთერაპიის კავშირი ძალიან მჭიდრო აღმოჩნდა ბოლოკლებებით დაადასტურა ეს. დღეს ჩვენ სწორედ ამაზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმრებს და განვიხილავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან და მჭიდრო კავშირს. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. Thank you for being our guest. პირველი შეკითხვა რაც მინდა რომ დაგესვათ, როდესაც ვეცნობდი თქვენს პროგრამას, ხელოვნებას და თერაპიას კავშირზე იყო საკმაოდ დიდი ხაზგასმა და ამის მნიშვნელობაზე ისაუბრეთ. ხშირად ამ დარგს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მტკიცებულებები აკლდეს. რა შეიცვალა წელს ამ მიმართულებით და საერთოდ როგორ ვითარდება ეს დარგი და ამ ორი, ასე ვთქვათ, დარგის კავშირი უფრო სწორი იქნებოდა? მადლობა ინფორმაციული მხარდაჭერისთვის.
ხელოვნებასა და ჯანმრთელობას შორის ინტუიციური კავშირი ძალიან ბევრი წელი არის უკვე, რომ საუკუნეებიც კი რაც არსებობს, მაგრამ მისი როგორც გამოწერილი წამლის დანიშვნა ჯანმრთელობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, მოითხოვდა სამედიცინო დადასტურებას, თორე ინტუიტიურად ის, რომ პირველი საკომუნიკაციო ენა, მაგალითად დედის საკომუნიკაციო პირველი ენა ჩვილთან არის იავნანა. მაგალითად გლოვა თუ ეს არის სიხარული რაიმე ზეიმი, ხელოვნების გარეშე ის ვერ ჩაივლის და საერთოდაც აბსტრაქტული აზროვნება, ფანტაზია, შემოქმედებითობა, გამოგონების უნარი, იუმორიც კი ეს ყველაფერი არის ის ადამიანური ცნობიერება, რომელიც განგვასხვავებს სხვა ცოცხალი არსებებისკენ და ეს გვაძლევს მხოლოდ ძალაუფლებას, რომ შევქმნათ სამყარო, რომელიც ჩვენ არ დაგხვედრია, როდესაც დავიბადეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ცოდნა შინაგანი სულ არსებობდა, მაგრამ მისი შემოტანა უკვე მედიცინის სივრცეში და მენტალური ჯანდაცვის სივრცეში მე უკვე მოგვიანებით ფიზიკურ ჯანდაცვაშიც. აი მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი დამსწრე არის ნინო ბოლქვაძე, რომელიც ექიმი ჯამბაზია ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად და პალიატიურ ზრუნვაში მყოფ და ძალიან მძიმედ დაავადებულ ბავშვებს სიცილით თერაპიას უტარებენ, ეს ცალკე მთელი დისციპლინა არის. ესე იგი, სომატურ მედიცინაში შემოაღწია, იმიტომ რომ სხეული და ფსიქიკა არის ორი განუყოფელი მთლიანობა, ერთი მთლიანობა, ხო? მაგრამ მენტალურ ჯანმრთელობაში ეს ძალიან დიდი ხანი, რა თქმა უნდა, საჭირო იყო დაგროვებულიყო ცოდნა თუ როგორ აღვწერთ ჩვენ, რომ ნამდვილად ეს კეთილდღეობა, ეს უკეთესად ყოფნა და სიმპტომების შემცირება თუ ადამიანის ფუნქციურობის აღდგენა ნამდვილად ხელოვნების ბრალია და არა მაგალითად რომელიმე ახალი მედიკამენტის და უბრალოდ დროთა განმავლობაში უკვე ძალიან დაგროვდა კვლევები, დაგროვდა ცოდნა და დღეს ჩვენ კონფერენცია ხო ზოგადად ნიშნავს სამეცნიერო მუშაობას და დღეს ჩვენ რაღაცნაირად ორმაგი სამუშაო გვაქვს, ეტაპია ერთგვარად ეს საქართველოსთვის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით შევქმენით ახლა, რომ შეფასების ინსტრუმენტები და ის ინსტრუმენტები, რაც უნდა დაინერგოს საქართველოში, განიხილება კოლეგების ფართო საზოგადოებასთან ერთად. აი ესეთი ინკლუზიურობა, ესეთი ჩართულობა, ამის საშუალება რომ მოგვეცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალიან მადლობელი ვარ, გიმფასი თავისთავად, რომ ესეთი ერთგულება ქართული მედიცინის გაუმჯობესების მიმართ ამ თემას უკვე შევეხეთ მოკლედ, მაგრამ თქვენც მინდა ეს კითხვა დაგისვათ. რა არის ის მექანიზმი, რომლითაც არტ-თერაპია პაციენტებს ეხმარება მძიმე ფსიქოლოგიური დაავადებების მართვის დროს? და ასევე დამატებითი კითხვა, რა არის ის დაავადებები, რომლის დროსაც ძალიან ეფექტური არის თერაპია ხელოვნების სხვადასხვა მეთოდებით? Well, if I think about it from a health promotion perspective. თუ ამას ჯანმრთელობის ხელშეწყობის პერსპექტივიდან შევხედავთ, მეცნიერება გვიჩვენებს, რომ ხელოვნებაში ჩართულობა, თუნდაც თვეში ერთხელ დაახლოებით 48%-ით ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. ხელოვნების თერაპიები ეხმარება ადამიანებს ემოციების გამოხატვაში. არსებობს საკმაოდ ძლიერი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ხელოვნება დადებით გავლენას ახდენს და ამცირებს შფოთვასა და დეპრესიას. ხელოვნება ხელს უწყობს დემენციის სიმპტომების შემცირებას და კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს. თუ ფიზიკურ რეაბილიტაციაზე ვისაუბრებთ, განსაკუთრებულია ცეკვის როლი პარკინსონის დაავადების დროს. ცეკვა ადამიანს ეხმარება როგორც ემოციების უკეთ მართვაში, ასევე უზრდის მოძრაობის კონტროლის უნარს, წონასწორობისა და გადაადგილების დროს კი თავდაჯერებულობას. ხელოვნება აკავშირებს ადამიანებს. ხოლო ბოლო ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხატვა, სიმღერა ან ცეკვა ხშირად ჯგუფურად ხდება. ამ დროს ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ ისტორიებსა და გამოცდილებებს უზიარებენ ერთმანეთს, არამედ ხშირად ადამიანებს შორის ისეთი კავშირი და ურთიერთგაგება ჩნდება, რომელსაც ისინი წინასწარ არც ელოდნენ და ამას დამატებით დადებითი შედეგი აქვს. ნათია, მინდა გითხოთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ამ ვორქშოპ, არ მხოლოდ ვორქშოპის სესიის ფარგლებში თქვენ ნახსენეთ, რომ შეიძლება რაღაც ტიპის ჩარჩოზეც იმუშაოთ, რომელიც შეიძლება დოკუმენტირდეს, ასე ვთქვათ. ამაზე ზოგადი კითხვაც არის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ტიპის ინოვაცია, ესე დავარქვათ ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ხელოვნების და ფსიქოთერაპიის კავშირი იყოს რაღაცა ტიპით ჯანდაცვის სექტორში შესული, როგორც რაღაც დამოწმებული დოკუმენტაცია, რომ ვიღაცამ ამბობდეს, რომ ეს მართლაც ასეა, ანუ არსებობდეს ამაზე, ასე ვთქვათ, რაღაცა კანონებში ჩარჩო და რაღაც ტიპის, ასე ვთქვათ, გაიდლაინიც. აბსოლუტურად აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
ყოველი ფსიქოთერაპიული მეთოდი თუ ყოველი თერაპიული ჩარევა ადამიანებთან ეს არ შეიძლება რომ არ იყოს აღქმული განათლების სისტემის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ზოგადად ჯანდაცვის პოლიტიკის მიერ. და სწორედ აი ამ დიდ მისიას ამას ფრაგმენტულად ვერ გააკეთებ და სწორედ ამიტომ მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ რომ გიმფასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალები გაერთიანდა იმისთვის რომ აი ეს ფართოდ გავავრცელოთ სამედიცინო წრეში როგორ მუშაობს, რა სიახლეა ამ ხრივ, რატომ არის ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი და ცხადი არის რომ ეს უნდა აღიქვას მგრძნობიარეთ და რაც შეიძლება სწრაფად ყველა პროგრესულმა სისტემამ თუ კი გვინდა ჩვენ წინსვლა და უწყვეტი განვითარება მედიცინაში. ჩვენი ბოლო კითხვა, ალბათ არსებობს ძალიან ბევრი სტიგმა არსებობს ზოგადად ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის მიმართ, მაგრამ სპეციფიკურად ართ-თერაპიის მიმართ, რადგან მკურნალობა რაღაცნაირად ბუნებრივად აღიქმება როგორც დისკომფორტის შემცველი პროცესი. იქნება ეს მედიკამენტები, თუ ინიექციები, თუ ოპერაცია, თუნდაც ფსიქოთერაპია, რომელიც ბევრ ტრავმას აღვიძებს. რას ეუბნებით პაციენტს, რომელიც ამ სტიგმის გამო თავს იკავებს ართ-თერაპიისგან და მას მიიჩნევს როგორც უბრალო გართობას და რეალურ მკურნალობის მეთოდს? Offering creative arts therapies when როდესაც ადამიანს, რომელსაც სერიოზული დახმარება სჭირდება, შემოქმედებით ხელოვნების თერაპიებს ვთავაზობთ, ჩვენ პატივს ვცემთ იმ მრავალფეროვან გზებს, რომლითაც ადამიანები გამოხატავენ საკუთარ თავს, პოულობენ ცხოვრების მნიშვნელობას და იღებენ სიხარულს. ეს ნიშნავს, რომ კითხვას რა გჭირს, ცვლით კითხვით, რა არის მნიშვნელოვანი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარების ძიებას გარკვეული სტიგმა მართლაც ახლავს. ამიტომ საჭიროა მუშაობა ამ სტიგმის შესამცირებლად, რათა ადამიანებმა უფრო თამამად და თავისუფლად ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია. ისაუბრონ იმ ენაზე, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობენ. იქნება ეს ფერწერა, მოძრაობა, მუსიკა თუ თეატრი. Thank you so much. Thank you so much. მადლობა ძალიან. მადლობა. ჩვენ საუბარს ვაგრძელებთ ონკოლოგიის სფეროზე. მიმოვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალკლასიფიკაციის მეთოდებს ენდომეტრიომის კიბოს დროს და ასევე როგორ დავიცვათ თავის ტვინი მეტასტაზებისგან ფილტვის კიბოს დროს. ჩვენი სტუმრები არიან ეთერ ნათელაური, კრისტინაკელის ონკოლოგიური კლინიკური ხელმძღვანელი და ექიმი გუსტავო სარია. დიდი მადლობა სტუმრებო რომ მობრძანდით ჩვენთან. ჩვენ შემდეგი კითხვა შეეხება სწორედ ამ ცვლილებას. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ამ კლასიფიკაციის ცვლილების გამო 23 წელს პაციენტების 15%, რომელსაც მიენჭა კლასიფიკაცია 2009 წლის კლასიფიკაციის მიხედვით, შეეცვალათ კლასიფიკაცია. რა შეიცვალა მნიშვნელოვნად ამ ახალი მიდგომით და როგორი ზემოქმედება აქვს ამას პაციენტების ცხოვრებაზე და მათ ჯანმრთელობაზე? ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის ფაქტი, რაც სწორედ აღნიშნეთ თქვენ, რომ 2009 წლის სტადირების შემდგომ, როდესაც 2023-ზე ვსაუბრობთ, გარკვეულ ნაწილს პაციენტებისა სტადია ეცვლება. თუმცა ეს ამ ეტაპზე არც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად მკურნალობის მიდგომები იცვლება აი ამ კონკრეტულ ჯგუფთან მიმართებაში, თუმცა მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის, რომ 2023 წლის სტადირების პირდაპირ იმპლემენტაცია მკურნალობაში დღეისათვის წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც კონსენსუსის საკითხს. იმიტომ რომ მათაც უჭირთ აი ამ კონკრეტულ ჯგუფში პაციენტების კონკრეტულად დამატებით და ძირითად მკურნალობებზე რეკომენდაციების გაცემა. ძალიან მარტივი მაგალითს ამისას წარმოადგენს ამერიკული და ევროპული საზოგადოებების ურთიერთდაპირისპირება, რამდენად ვახდენთ ამ ახალი სტადირების სისტემის პრაქტიკაში იმპლემენტაციას. ამერიკული საზოგადოება ამ ეტაპზე თავს იკავებს და როგორც გინეკოლოგთა ასოციაცია, ასევე კლინიკურ ონკოლოგთა და რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ დღესაც 2026 წელსაც დავრჩეთ და გამოვიყენოთ 2009 წლის კლასიფიკაცია, იმიტომ რომ მოლეკულური პროფილირება არც თუ ისე მარტივად ხელმისაწვდომია, არც ფინანსურად და არც ტექნიკურად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პაციენტს ვერ ვმკურნალებთ ან სტადიას ვერ გავსაზღვრავთ. 2023 წლის სტადირების იმპლემენტაცია საპირისპიროდ ამერიკული საზოგადოებისა მოხდა ევროპულ ასოციაციებში. გარკვეული ცვლილებებით შევიდა, მოხდა რისკ ჯგუფების სტრატიფიკაცია,
იმის დამიხედვით, რომელ პაციენტთან რა რეკომენდაცია შეიძლება ვიძლეოდეთ. თუმცა გარკვეულ ჯგუფებში და კრიტერიუმებში კლასიფიკაციის მიხედვით ამ ჯგუფებს შორის რეკომენდაციებში ჯერ კიდევ აცდენა გვაქვს. ალბათ დაახლოებით 5-10 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ კლინიკური კვლევებით მიღებული მონაცემები დაგროვდეს და ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ თვითონ ინდივიდუალურ პაციენტთან რა მკურნალობას უნდა ვატარებდეთ საბოლოო ჯამში. აი, რაც ახსენეთ ეს ევროპულ და ამერიკულ სტადირებებს შორის განსხვავება. ამაზე მინდა გკითხოთ, პაციენტებისთვის თუ იძლევა ეს რაიმე ცვლილებას, ანუ რას თulis პაციენტების ამ ტიპის დაპირისპირებები, ესე დავარქვათ. პაციენტებისთვის შესაძლოა ვიღებდეთ იმას, რომ ცოტა გაურკვევლობაში შევყვავდეს ეს პაციენტები, რომელ გაიდლაინს გამოვიყენებთ. თუ კი კონკრეტული ერთი პაციენტისთვის შესაძლოა რეკომენდაცია ემფუძნებოდეს ამერიკულ გაიდლაინს, შესაძლოა ადიუვანტურ მკურნალობაში ვთავაზობდეთ მხოლოდ ერთი ტიპის მკურნალობას. თუ კი ვეფუძნებით ევროპულ გაიდლაინს, შესაძლოა ამ შემთხვევაში უკვე კომბინირებულ მკურნალობაზე ვსაუბრობდეთ და არა მხოლოდ ერთი ტიპის ჩარევაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა ყოველთვის და აუცილებლად განხილული უნდა იყოს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, რომელიც პაციენტისთვის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით მოიფიქრებს და გადაწყვეტს მისთვის საჭირო მკურნალობის მეთოდს. და ეს არ იქნება ერთი ადამიანის კონკრეტული გადაწყვეტილება. ბატონო გუსტავ, ჩვენი პირველი კითხვა შეეხება თქვენი გამოცდის მთავარ თემატიკას. წყვილუჯედოვანი ფილტვის სიმსივნის დიაგნოზიდან 2 წელიწადში 80% შემთხვევებში პაციენტებში ხვდებით თავის ტვინის მეტასტაზებს. ამის მიუხედავად პროფილაქტიკური რადიაციული თერაპია არის ძალიან კონტროვერსიული. რა არის ამის მიზეზი? I'll have to clarify first, it's small cell lung cancer, right? უპირველესად, საჭიროა განმარტო, რომ ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. დიაგნოზის დასმის მომენტში პაციენტების 15-20%-ს უკვე აქვს თავის ტვინში მეტასტაზები. შემდგომი 2 წლის განმავლობაში კი პაციენტების ნახევარს სჭირდება რაიმე სახის სხიური თერაპია. სხიური თერაპია, განსაკუთრებით კი მთელი ტვინის დასხივება, გარკვეულ შემთხვევებში აუმჯობესებს დაავადების კონტროლს და შესაძლოა პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაზარდოს. თუმცა მეორე მხარეს დგას ტოქსიკურობა, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესება და სხვა გართულებები. ამიტომ ყოველთვის უნდა შევაფასოთ, იცოცხლებს თუ არა პაციენტის საკმარისად დიდ ხანს იმისთვის, რომ ამ გართულებების რისკის მიუხედავად ღირდეს დასხივება. მთავარი დასკვნა ის არის, რომ პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია როგორც მთელი ტვინის დასხივებით, ისე სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიით. არსებობს სხვადასხვა სტრატეგია და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება. ბატონო გუსტავ, მინდა გკითხოთ ასევე შედარებით ზოგადი შეკითხვა, მაგრამ მნიშვნელოვანი, ახლა რომ შეგეძლოთ, რომ თქვენ პაციენტებს უთხრათ, ასე ვთქვათ, მწარე სიმართლე პროფილაქტიკური ტვინის რადიაციის შესახებ, რას ეტყოდით მათ, რა არის მათთვის სარგებელი ამ ყველაფრის და რისკები? We always tell patients the truth, right? ჩვენ ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით პაციენტებს. უხსნით, რომ ამ მკურნალობით შეიძლება მივახციოთ უკეთეს ადგილობრივ კონტროლს და სიცოცხლის გახანგრძლივებას. თუმცა ვეუბნებით შესაძლო გართულებების შესახებაც, მაგალითად მეხსიერების, ყურადღებისა და სხვა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებაზე. გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღება. ეს არ არის პროცესი, სადაც ექიმი პაციენტს კონკრეტული მიმართულებით უბიძგებს. დღეს უკვე გვაქვს ჰიპოკამპის დამზოგავი დასხივების ტექნიკა, რომლის დროსაც ვიცავთ ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, განწყობაზე, კოგნიტურ პროცესებსა და ძილის რეგულაციაზეც კი. თუ პაციენტი მოტივირებულია და სურს აქტიური თერაპია, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ ამ შესაძლებლობას. დაავადებების ადრეულ სტადიებზე ხშირად ნიშნავთ თავის ტვინის MRI კვლევას, ყოველ სამთოში ერთხელ და ვაკვირდებით მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვიწყებთ. მაგალითად, ლოკალიზებული სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიით, ნაცვლად პროფილაქტიკური დასხივებისა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ჩვენ ონკოლოგიის სესიის მიმოხილვას გავაგზავნებთ ქართულ ონკოლოგ ივანე კილაძესთან საუბრით და თურქ ონკოლოგ უგერ სლოგთან. გავისაუბრებთ შევეხებით თემებს თუ მკურნალობს თუ არა ზედმეტად ხანდახან ონკოლოგიაში პაციენტებს და ჩვენი უცხოელი სტუმარი ისაუბრებს თემაზე, რამდენად აქვს დღესდღეობით ავტონომია და თავისუფლება ონკოლოგს პაციენტის მართვაში. ბატონო ივანე, პირველი კითხვა თქვენთან გადმოვალ. მინდა თქვენი მოხსენება დღეს შეეხებოდა ონკოლოგიაში ზედმეტ მკურნალობაზე, რომელიც ძალიან საინტერესო თემაა. რატომ დგას ეს საკითხი დღეს საერთოდ და რა შეეხებოდა უშუალოდ თქვენი მოხსენება ჩვენს მაყურებელს, რომ უფრო მეტი მოუყვეთ ამის შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგია ვითარდება, ასევე პარალელურად უამრავი სხვადასხვა მკურნალობა შემოდის, სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც არ შეესაბამება რეალურად არც მისი ეფექტურობა იმ ფასს, რომელიც ის ღირს და ასევე საკმაოდ ტოქსიური არის. ამიტომ ჩემი იყო ძალიან
პრაგმატულად განვიხილე ყველა ის კვლევა, რომელიც არსებობს ბევრი წლების განმავლობაში, აჩვენებს, რომ განსაკუთრებით ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები, უმრავლესობაზე ვსაუბრობ ახლა და არა ყველაზე, მათ არ აქვთ ის ეფექტი, რომელიც უნდა გქონდეთ. შესაბამისად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის და დაბალი და სამშობლო შემოსავლის განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომ ის მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება, ვთქვათ, იმუნოთერაპია, მაღალი დოზით, იგივე ეფექტი აქვს და არანაკლებ ეფექტური არის დაბალი დოზით, რომელიც რეალურად ბევრ ქვეყანაში უკვე წარმატებით იყენებენ ამ ყველაფერს და სწორედ ამისკენ მივდივართ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მიიღოს თანამედროვე მკურნალობა და გაიზარდოს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ რაზედაც ვსაუბრობ, სწორედ ამაზე არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში არის, რომ თუ კი ჩვენ გამოვიყენებთ ამ მედიკამენტებს და შევამცირებთ ამ მედიკამენტების, ასე ვთქვათ, დოზებს, რომელიც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი, რაც ახლა არის, ასე ვთქვათ, ბაზარზე, უფრო მეტ ადამიანს ექნება შანსი მიიღოს ის აქტიური მკურნალობა და ის ყველაზე ეფექტური მკურნალობა, რაც დღესდღეობით არის და აი ძალიან ბევრი ესეთი ფაქტორი, რომ ჩავუყრბავდეთ ახლა საკმაოდ დროც არ აქვს ამაზე და მეცნიერულად განვიხილეთ ის ყველა, ასე ვთქვათ, შესაძლო ვარიანტები, რომელიც დღესდღეობით ონკოლოგიაში გამოწვევა და მერწმუნოთ, რომ ეს მარტო საქართველოს არ შეეხება, ეს მთელ მსოფლიოს შეეხება, მათ შორის ძალიან მაღალ შემოსავლის ქვეყნებსაც. ბატონო ივანე, დიდი მადლობა ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის. დღეს ონკოლოგიის სესიაზე შემოსული ხაბატონი ლელასტურუას ინფორმაცია, რომ საქართველოში არ გადამდებ დაავადებებში, თეთრი ყველაზე პირველი პოზიცია უკავია ონკოლოგიურ დაავადებებს, ფინანსური მხრივ საკმაოდ ძვირადღირებული არის ამ მკურნალობის დიდი ნაწილი. ვახსენეთ, რომ ხშირად არის მკურნალობა ზედმეტი იმ მხრივ, რომ შეიძლება ჭარბი დოზები იქნას გამოყენებული პაციენტების შემთხვევებში, რაც პაციენტებისთვის ხანდახან ქმნის არახელმისაწვდომს გარკვეული მკურნალობის გზებს. როგორ შეიძლება აი სწორედ ამ მოდიფიკაცია მკურნალობის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისთვის სწორი მკურნალობა? კი, ესეც ძალიან საინტერესო და გამოწვევი არის, რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება ძალიან არაპოპულარულად ჟღერდეს, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის, მაგრამ რეალურად ბევრი მედიკამენტი, რომელიც საქართველოში ფინანსდება, ვთქვათ, ბრიტანეთში არ ფინანსდება. აი, წარმოიდგინეთ, ახლა რამდენად დიდი განსხვავება არის თვითონ დაფინანსებებს შორის. იმიტომ არ ფინანსდება, რომ იგივე მაგალითად ჰოლანდიაში, ხო? იმიტომ რომ მათ ძალიან მკაფიოდ აქვთ გაწერილი, რომ აი ეს მედიკამენტი, რო ვთქვათ, ღირს ამდენი და ამდენი, რამდენად შედეგიანია, რა სიკეთე მოაქვს პაციენტისთვის. და ერთ-ერთი უნიშნულოვანესია, რომ ბევრ ქვეყანას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ადაპტირებული პროტოკოლი, გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც მკურნალობენ. და ჩემი აზრიც ის არის, რომ საქართველოს, რომელსაც აქვს მწირე რესურსები და ოკეი, თუ გინდ დიდი რესურსებიც, ხო? ყველა ვარიანტში უნდა იყოს რაღაც, ასე ვთქვათ, სტანდარტი მკურნალობის, რომელიც იქნება ისეთი, რომელიც მაქსიმალურ ეფექტს მოგცემს. მარტივ ენაზე რო ვთქვათ, გვაქვს ოჯახს 100 ლარის შემოსავალი და ეს 100 ლარის შემოსავალი, რომელიც არის მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს მკურნალობის სიკეთე. ბატონო სელუკ, მინდა შევეხო თქვენი გამოსვლის თემას, რომელიც შეეხებოდა რამდენად აქვს თავისუფლება ექიმს ონკოლოგიაში. Basically, it's not like 20 years ago. Now we are focusing on დიახ, დღეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა. 20 წლის წინ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ექიმი იღებდა და შემდეგ სრულად იყო პასუხისმგებელი შედეგზე. პაციენტებს იშვიათად ჰქონდათ მეორე აზრის მიღების შესაძლებლობა და გადაწყვეტილებებიც როგორც წესი ერთპიროვნულად მიიღებოდა. დღეს კი სრულიად განსხვავებულ გარემოში ვმუშაობთ. თითოეული პაციენტის შემთხვევას მრავალპროფილური გუნდი განიხილავს. ამასთან არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები, რომლებიც ყოველწლიურად ახდება ახალი სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე. ამიტომ დღეს უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ სრულიად თავისუფლები ვართ. ჩვენ გარშემო არიან კოლეგები განსხვავებული გამოცდილებითა და შეხედულებებით, ამიტომ ხშირად გვიწევს მსჯელობა, შეთანხმება და საუკეთესო ვარიანტის პოვნა. იგივე ეხება ეთიკურ საკითხებსაც. ეს პირდაპირ კავშირშია ექიმის პასუხისმგებლობასთან და პაციენტთან მის კომუნიკაციის ხარისხთან. შეიძლება დღეს ჩვენ ნაკლებად თავისუფლები ვართ გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ ბევრად თავდაჯერებულები ვართ, რადგან ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი პირადი გადაწყვეტილება. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც წესი, უფრო გააზრებული და უკეთ დასაბუთებულია. ამავდროულად, ჩვენ კვლავ გვაქვს პროფესიული თავისუფლება, რომ მკურნალობის სქემა კონკრეტულ პაციენტს მოვარგოთ, რადგან სწორედ ჩვენ ვიცნობთ მას ყველაზე კარგად. ჩვენ ვნახეთ, გამოვიკვლიეთ და ვესაუბრეთ მას. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ გადაწყვეტილებებს მარტო კი არა, გუნდთან ერთად ვიღებ.
ანუ როგორც ხვდები, თქვენთვის გუნდური მუშაობა არის ერთგვარი თავისუფლების გარკვეული შეზღუდვაც და ამავდროულად თავდაჯერებულობის ინდიკატორიც. Yes. So, positive sides. ზუსტად ასეა. ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ცხოვრება მუდმივი არჩევანია. ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. იქნება ეს დასვენებაზე ზღვისპირეთში წასვლა თუ თაში ლაშქრობა. სამედიცინო გადაწყვეტილებებიც მსგავსია, თუმცა, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ, საბოლოოდ ეს პაციენტების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. უღმესმალობა ნოემან ინტერვიუსთვის. და მნიშვნელოვანი თემები შევეხეთ. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ჩვენი შემდგომი სტუმრები წარმოადგენენ რადიოლოგიის სესიას. ჩვენი სტუმარი არის ქართველი რადიოლოგი მაკა კეკელიძე, რომელიც ისაუბრებს PIRADS კლასიფიკაციაზე, რომელიც რადიოლოგებს ეხმარებათ გაიგონ არის თუ არ პროსტატის სხვადასხვა ტიპის დაზიანება ან მასები, ავთვისებიანი და საჭიროებენ თუ არა ის შემდგომ კვლევებს. ჩვენი მეორე სტუმარი არის მაია რაჯინა, რომელიც ისაუბრებს ონკოლოგიის დარგში ულტრაბგერის გამოყენების ახალ მეთოდებზე. Გავატარო მაკა თქვენთან გადმოვალ პირველი შეკითხვით, როგორც უკვე ვისაუბრეთ, შესავალში ვახსენეთ, მინდა გკითხოთ, რომ ბევრი მამაკაცისთვის, როდესაც ისინი აღმოჩენენ PSA აქვთ მომატებული, ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არის სიმსივნის რისკი და ძალიან შეშფოთებულები არიან და ღელავენ ამაზე. ჩვენი კითხვა არის, რომ MRI როგორ ეხმარება PIRADS კლასიფიკაციას, ასე ვთქვათ, და რა წვლილი აქვს, ასე ვთქვათ, ამ პროცესის მართვაში და დადგენაში. მადლობ შეკითხვისათვის. PIRADS კლასიფიკაცია არის საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, პირველად 2012 წელს პირველად იყო, შემდეგ 2015-ში გამთავრდა და PIRADS კლასიფიკაცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვსარგებლობთ, ეს არის 2019-ში ჩამოყალიბებული კლასიფიკაცია. და ეს არის კლასიფიკაცია, სადაც უროლოგებს ჯერათ და გვენდობიან, რომ ჩვენი დიაგნოზი არის სწორი და ისინი ეყნობიან ბიოპსიას ამ დიაგნოზს. PSA-ის მაღალი დონე ეს არის პირველი მაჩვენებელი, რასაც და არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად ეს არ არის მაჩვენებელი იმის, რომ აუცილებლად არის პროსტატის კიბო, თორე შეიძლება იყოს ამაღლებული კეთილდვისებიანი პროსტატიტის მაგალითად ანთებითი დაავადების დროს და ამაში სწორედ ძალიან გვეხმარება მაგნიტურიზაციული ტომოგრაფია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ PIRADS მეოთხე და მეხუთე სტადიები გავმოვდინოთ, ეს არის ის სტადიები, სადაც არის უტყუარად ნამდვილად არის სიმსივნე და სწორედ ამაზე მქონდა დღეს მოხსენება PIRADS-ზე, რა არის მაგნიტოტომოგრაფიაში ამისი ნიშნები, როგორ შეგვიძლია ამ დიაგნოზის, იმიტომ რომ პირველი და მეორე PIRADS ეს არ არის საშიში მდგომარეობა, შეიძლება იყოს PSA მომატებული, მაგრამ ეს არის კეთილთვისებიანი მდგომარეობა. დიახ. ამაზე კითხვა რომ დავამატოთ, როცა საუბარი არის PIRADS კლასიფიკაციაზე, რეალურად რას ცვლის ის პაციენტებისთვის? აქ არის საუბარი, რომ უფრო ადრეული დიაგნოსტირება ხდება თუ ამცირებს საჭიროებას ინვაზიური ბიოპსიების ან მკურნალობის. არის ეს მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც იცვლება ამ კლასიფიკაციის სწორი იმპლემენტაციით პაციენტის მკურნალობაში. ეს ძალიან კარგი შეკითხვა და სწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ რასაც განაპირობებს PIRADS კლასიფიკაცია, ეს არის ტარგეტული, მიზანმიმართული ბიოპსიები, რომელსაც უროლოგები იყენებენ. ყოველ PIRADS კლასიფიკაციამდე იყო გამოყენებული სისტემატური ბიოპსიები, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად მთელი პროსტატის ჯირკვლის დაფარვა ხდებოდა და იმის მიხედვით ჩვენ რა ინფორმაციას ვაწვევთ, უროლოგებს უკვე ხდება იმ ადგილის ბიოპსია, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი სიმსივნე. დიახ. და პატარა კითხვა ამაზე დავამატეთ, ასევე საქართველოში რამდენად ხდება ამისი იმპლემენტაცია თუ ამაზე აქვს ინფორმაცია? მაქვს ინფორმაცია და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, მე სწორედ ეს კითხვა დავსვი ჩემს აუდიტორიაში, რამდენი იყენებს საქართველოში, იყენებენ ძალიან ბევრი არა, მაგრამ ხდება გამოყენება, ჩვენ გვესწრებოდნენ ასევე უროლოგები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რადიოლოგიის სესიისათვის და ეს არის ნამდვილად დანერგილი რადიოლოგიის დონე ძალიან მაღალია საქართველოში, იყენებენ და აქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა უროლოგებთან, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არის შესაბამისი დონე. თქვენი გამოსვლის თემა დღეს ეხება მულტიპარამეტრულ ულტრაბგერის გამოყენებას რადიოლოგიაში და ონკოლოგიის სფეროში ამ მეთოდით აღმოჩნდა სიმსივნეების. რა ახალშეძლებებებს გვაძლევს ულტრაბგერის გამოყენება და რა ტიპის ონკოლოგიებში შეიძლება ის იყოს გამოყენებული დღესდღეობით? Multiparametric ultrasound is a new term
მულტიპარამეტრული ულტრაბგერითი კვლევა არ გულისხმობს მხოლოდ ნაცრისფერ გამოსახულებას, არამედ დამატებითი მეთოდების ჩართვას, მაგალითად მიკროსისხლძარღვების შეფასება, ქსოვილის ელასტიკურობის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით გაძლიერებულ ულტრაბგერით კვლევასაც. სწორედ ეს არის თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის არსი. ზოგიერთ ონკოლოგიურ შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება ერთადერთი მეთოდიც კი იყოს, რომელიც დაადგენს, წარმონაქმნი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. ულტრაბგერით კვლევას ეფექტურად ვიყენებთ ბიოპსიის დაგეგმვისთვის. თუ ვიცით სიმსივნის რომელი ნაწილი მარაგდება ყველაზე მეტად სისხლით, ბიოპსია სწორედ იქიდან უნდა ავიღოთ, რაც უფრო ინფორმაციული ქსოვილის მიღების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე მხოლოდ სტანდარტული ულტრაბგერითი გამოსახულების საფუძველზე აღებული ნიმუში. გარდა ამისა, თანამედროვე ულტრაბგერითი ტექნოლოგიებით შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის შეფასება, დაავადების რეციდივის ადრეული აღმოჩენა და ადგილობრივი თერაპიებით, მაგალითად რადიოსიხშირული აბლაციით ან სხვა მინიმალური ინვაზიური ჩარევების შემდეგ დარჩენილი სიმსივნური ქსოვილის გამოვლენა. რადიოლოგია არ არსებობს ტექნოლოგიების გარეშე. ხშირად პაციენტებს შეიძლება არ ესმოდეთ, რას გულისხმობს ეს ტექნოლოგიები. This is a very good aspect to it. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. რადიოლოგი არის სპეციალისტი, რომელსაც ყველაზე ღრმა ცოდნა აქვს სამედიცინო გამოსახულების, ანატომიისა და პათოლოგიური პროცესების შესახებ. ამიტომ თანამედროვე რადიოლოგიის პირობებში მულტიპარამეტრული ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი იყოს, თუმცა მისი შესაძლებლობები ყოველთვის რეალისტურად უნდა შეფასდეს. და ჩვენი ბოლო კითხვა, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ულტრაბგერითი დღესდღეობით გახდეს ერთგვარი ჩამნაცვლებელი სხვა ტიპის კვლევების, როგორც არის კატე, MRT და ასე შემდეგ და აი რომელი ტიპის სიმსივნეებში იყენებთ ყველაზე ხშირად? It is a very good concept. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ზოგიერთ შემთხვევაში მულტიპარამეტრული ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება დამოუკიდებელ დიაგნოსტიკურ მეთოდადაც იქცეს. მაგალითად, კისრის არეში ფარისებრი ჯირკვლის კვანძების შეფასებისას ის გვეხმარება განსაზღვროთ, რომელ კვანძს სჭირდება მხოლოდ დაკვირვება, რომელს მკურნალობა და როდისაა აუცილებელი ბიოპსია ან ქირურგიული ჩარევა. ასევე ფართოდ გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მონიტორინგისას, ჰეპატოცელულური კარცინომის და მეტასტაზური დაავადებების მეთვალყურეობის პროცესში. დღეს ონკოლოგია აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ფატალური დაავადება. მრავალი ფორმა უკვე ქრონიკულ დაავადებად იქცა და მოწინავე სტადიების შემთხვევაშიც კი პაციენტების მონიტორინგის შესაძლებლობა 7-10 წლის, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასეთ ხანგრძლივ მეთვალყურეობაში ულტრაბგერითი კვლევა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ამცირებს პაციენტის რადიაციულ დატვირთვას. თავიდან გვარიდებს კონტრასტული ნივთიერებების ხშირ გამოყენებას, ამიტომ იცავს თირკმელის ფუნქციას. შესაძლებელია განმეორებითი კვლევების უსაფრთხოდ ჩატარება. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ახლა კი ვისაუბრებთ პედიატრებთან ერთად, შევეხებით იშვიათ დაავადებებს და შევეხებით იშვიათი დაავადებების მართვის სისტემასაც. ჩვენი სტუმრები არიან ნინო სოლომონია, პედიატრი და ვიანის პედიატრიული ბორდის წევრი და ჟენევიუ ბიჟუ, პედიატრი და გენეტიკოსი. მინდა გკითხოთ იშვიათი დაავადებების მართვის სისტემას შეეხეთ და რას ნიშნავს საერთოდ იშვიათი დაავადებების მართვის სისტემა და რა ცვლილებებს შეიტანს თუ კი ეს სისტემა მოვა წყობში, ასე ვთქვათ, რაზეც თქვენი საუბარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის. იშვიათი დაავადების როგორც მოგეხსენება თვითონ დეფინიციიდან, ეს არის დაავადება, რომელიც პოპულაციაში 2000 მოსახლეზე ერთზე ნაკლებში ვლინდება, შესაბამისად ინდივიდუალურად გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ კოლექტიურად ის საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. შესაბამისად იმისთვის, რომ სირთულეები, რომელიც ახასიათებს ასეთ პაციენტებს, რაც გამოირჩევა სიცოცხლის და ასე ვთქვათ, ხანგრძლივობის პრობლემებით, გამოირჩევა სიცოცხლის დაბალი ხარისხით, ძალიან ბევრი ქრონიკული გართულებებით, უნარშეზღუდულობით, სტრუქტურირებული საფეხურეობრივი მართვის სისტემა საშუალებას მოგცემს პაციენტებს შევთავაზოთ უფრო კარგი მომსახურება, უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება, დროულად ამოვიცნოთ უპირველეს ყოვლისა დაავადება, დროულად მოხდეს ჩარევა დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე, სანამ შორს წასული პრობლემები განვითარდება და დაავადების გამოსავალზე ვიქონიოთ გავლენა. როცა გვაქვს საუბარი იშვიათ გენეტიკურ დაავადებებზე, შეუძლებელია არ გამოვიხმაუროთ დღესდღეობით ძალიან მწვავე თემატიკა, თუ შეგიძლიათ კუნთოვანი დისტროფიის თემას. ოჯახები ამ ეტაპზე ითხოვენ მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, თუმცა მედიკამენტის ხელმისაწვდომობა ყველა პრობლემას არ აგვარებს.
გარდა მედიკამენტების არის აუცილებელი სწორი თერაპიული გზები, როგორც არის რეაბილიტაცია, როგორც სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები და სერვისები, რა არის ის აუცილებელი პირობები, რომელიც ამ და სხვა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს უნდა ჰქონდეთ დღესდღეობით საქართველოში და რა არის გზები, რომ უფრო დავუახლოვდეთ თუნდაც ევროპულ მიდგომებს. არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში, რომელიმე ადამიანს საერთოდ სამედიცინო სფეროსთან რო შეხება არ ქონდეს, გარკვეულწილად არ უთანაგრძნობდეს მშობელს. როგორ მე დედა ვარ, ექიმი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემთვის ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ეს ძალიან, ასე ვთქვათ, მტკივნეული პრობლემაა და ძალიან მიჭირს სიმართლე გითხრათ ამ მშობლების აი ყოველდღიურობის განცდაც კი. აბსოლუტურად გასაგებია, ისინი ითხოვენ შველას თავისი შვილებისთვის, რაც არის მშობლის უპირველესი ფუნქცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მე არა ვარ ნევროლოგი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვარ ექიმი, მე ვარ ნეონატოლოგი, ძალიან ბევრი დაავადება იშვიათი ახალშობილობის პერიოდიდან იღებს სათავეს, ამიტომ მეც გარკვეული ცოდნა მაქვს ამ კუთხით, მაგრამ აქ უკიდეთ სრულიად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წამალი, რომელიც იშვიათი ზოგადად დაავადებების მართვისთვის ძალიან ცოტა დაავადებისთვის არის დღესდღეობით შემუშავებული და უამრავი წამლები არის კვლევის სტადიაში, წამალი არ არის ქვაკუთხედი დაავადების მართვის. თუ მას არ ახლავს ძალიან კარგად სტრუქტურირებული რეაბილიტაციური სისტემები, მულტიდისციპლინური გუნდები, რომელიც საშუალებას იძლევა არიდებული იქნეს გართულებები, რომელიც თავს თან ახლავს დაავადების მიმდინარეობას, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ექსპერტი, დარგის ექსპერტი, არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთში, სადაც გაცილებით მეტი გამოცდილება, კვლევის გაცილებით მეტი საშუალება, რაც უფრო მეტი ექსპერტი ჩაერთვება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი და ეს გარჩევა მოხდება მშობელების, ასე ვთქვათ, ჩართვით, ასევე ხო? ეს საკითხი რაღაც ეტაპზე აუცილებლად მივა რაღაცა გადაწყვეტამდე და რაღაცაზე შეჯერდება სამედიცინო საზოგადოებაც და თლიანად ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი პოლიტიკა განისაზღვრება ამ დაავადების მართვის კუთხით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, უკიდურესად მნიშვნელოვანია არც ერთ ქვეყანაში იქ, სადაც წამალი შეიძლება ზოგან არის რამოდენიმე, ზოგან არის ერთი, ზოგან არის, თქვათ, ზოგან შეიძლება საერთოდ არც ერთი არ არის, ყველგან უპირველეს ყოვლისა საკითხი დგას მულტიდისციპლინურ მართვაზე, ძალიან სწორ მეთვალყურეობაზე ამ ბავშვების, იმ რეაბილიტაციური სერვილების გამართულობაზე და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე, რომელიც მარტო თბილისში კი არ უნდა ქონდეს ვიღაცას, როცა ცხოვრობს, არამედ სადაც არ ცხოვრობს, ყველგან უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ თავის შვილს შესთავაზოს უკეთესი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. იშვიათი დაავადებები ხშირად პაციენტებისთვის არის სრულიად უცნობი. თქვენ შემთხვევაში რას ეუბნებით ხოლმე პაციენტებს, რომლებიც ამ დაავადებით არიან დიაგნოზირებული? It's the same for us in France when we ჩვენთან საფრანგეთში, როდესაც პირველად ვასახელებთ დაავადებას, ხშირად მას რთული სამედიცინო სახელი აქვს და ოჯახისთვის ეს სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია. ჩვეულებრივ მათ არასდროს სმენიათ ამის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ, რა დაავადებაა, რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება განვითარდეს მომავალში, რა გამოკვლევები და შეფასებები იქნება საჭირო. ასევე ვსაუბრობთ გენეტიკურ კონსულტაციაზე. არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ შემდეგ ბავშვსაც იგივე დაავადება ჰქონდეს. ხშირად მშობლები კითხულობენ არა მხოლოდ მათი შვილის, არამედ მათი შვილების პერსპექტივაზეც. ყოველთვის ვცდილობთ მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია, რადგან ვიცით, რომ ადამიანები ინტერნეტში დაიწყებენ ინფორმაციის ძებნას და შეიძლება წაიკითხონ ის, რაც ზუსტად არ შეესაბამება მათი ბავშვის მდგომარეობას. ამ დაავადებების მქონე ბევრ ბავშვს კარგი კოგნიტური უნარები აქვს, ამიტომ ვსაუბრობთ ბაღზე, სკოლაზე, დასაქმებაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე და მომავალზე, რათა მშობლებს შევუქმნათ პოზიტიური განწყობა მათი შვილის მომავალთან დაკავშირებით. იშვიათ გენეტიკური დაავადებების დროს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სისტემურ მიდგომას. რა არის ის ცვლილებები, რომელიც უნდა აუცილებლად გაიგონონ კლინიკებმა და სისტემები ჩამოაყალიბონ, რომ ამ ტიპის დაავადებები იმართოს ხანგრძლივად და დიაგნოზის დასმის დღიდან ჩაერთოს მულტიპროფილური მართვა. At first, yes, complicated. It's possible first because we ჩვენ ეს საქმე 22 წლის წინ დავიწყეთ და გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა აშენდეს. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების განაწილება და გუნდური მუშაობა. თუ არსებობს ქსელი ან წამყვანი საავადმყოფო, მას უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობების გაზიარება კოლეგებთან, რათა ყველამ დაინახოს ამ თანამშრომლობის სარგებელი. დღეს ევროპასა და მთელს მსოფლიოში არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობა. საჭირო ამ გამოცდილების გამოყენება და არა ყველაფრის თავიდან გამოგონება. პაციენტები და მათი ოჯახები უნდა მონაწილეობდნენ ამ სისტემაში, მათ აზრს ყურადღება უნდა
უნდა მივაქციოთ. ყოველთვის უნდა ვუყურებდეთ მომავალს, რადგან მეცნიერება სწრაფად ვითარდება. იშვიათი დაავადებების შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დიაგნოზის დასმა, არამედ პაციენტზე ზრუნვა, მკურნალობა, ახალი თერაპიების დანერგვა და დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2026 წლის გიმფას კონფერენცია დასრულდა. ჩვენ როგორც შეგვპირდით, შემოგთავაზეთ ინტერვიუები საინტერესო ექიმებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და იმედი გვაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო იყო. ჩვენ კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ჩვენ გემშვიდობებით, თქვენ კი მოვისმენთ ექიმების შეფასებები კონფერენციის თაობაზე. როგორ შეაფასებთ დღევანდელ სესიას? საკუთარი თავის შეფასება რთულია მე მგონი. არა უშ. საინტერესო მოხსენებები ქონდა ძალიან ყველას და ძალიან ინფორმატიული. ინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მაღალ პროფესიონალია. მე რადიოლოგიურ ზმას ვესწრები, იმიტომ ჩემთვის საინტერესოა განსაკუთრებით რადიოლოგია კარდიოლოგიაში, რომელიც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ძალიან აკადემიურია და ძალიან განმარტოვებული. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო, თან ძალიან მრავალმხრივი. გულისწყდება, რომ ყველა ნაწილი ვერ უნახე. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები არა მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არამედ ჩვენი ქართველებისაც. როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწავლა და იყო ექიმი, ეს უნდა იყოს ერთად ასოცირებული. ექიმი, რომელმაც მარტო დიპლომი აიღო და არ ვითარდება, სამწუხაროდ სხვა პროფესიას ჯობია დაევალოს. ასე რომ ვიარო წინ და ესეთი ღონისძიებები საქართველოში უდიდესი მნიშვნელობაა. ამისთვის ჩვენ არ გვიწევს უცხოეთში წასვლა და აქ გვაქვს გამზადებული მარსალა და ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი პროექტების ხარდაჭერა, რადგან გიმფასნაირი მასშტაბური ფორუმის შესაძლებლობას იძლევა სამედიცინო სიახლეების გაცნობის, გამოცდილების, გაზიარების და ახალი ხედვების ჩამოყალიბებისთვის. რა თქმა უნდა, ესეთი კონფერენციები ხელს უწყობს ჯანმრთელობის სექტორის განვითარებას და წინსვლას და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. როგორც წესი, გიმფას საერთაშორისო კონფერენციის მიმართ ყოველთვის არის დიდი ინტერესი ქართველი ექიმების მიერ, მაგრამ წელს განსაკუთრებით რეკორდული მაჩვენებელი იყო რეგისტრაციის მსურველების და პრაქტიკულად ჩვენ ონლაინ რეგისტრაციის გახსნა პრაქტიკულად რამდენიმე წუთში ადგილების სრულად შეივსო. წელს განსაკუთრებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქრონიკული ტკივილის მულტიდისციპლინარულ მართვას მიეწყნა ერთი სესია და ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქტერიოფაგების მნიშვნელობის წამოწევა. ინფექციური დაავადებების სესიაზე იყო ეს წარმოდგენილი.